რა ჯანდაბა, უკვე მესამე წელია ახალი წლის ღამეს მე მიწევს მორიგეობა. ო, საშინელება, ვინცის ჩემები როგორ მელოდებოდნენ. მაგრამ რას ვიზავთ? თავარია ბავშვის ოპერაციამ ნორმალურად ჩაიარა. დანარჩენები სად არის? მიმღებში. ჩივილები? ელენე ტორონჯაძეს, ნიკას დედას აღენიშნება გულის მცირეოდენი არითმია, ნერვიულობის ფონზე. მალე შევატყობინოთ ჯობია რომ ბავშვის ოპერაციამ კარგად ჩაიარა და კარდიოლოგთან გავუშვათ. დანარჩენი? ლაშა ტორონჯაძეს აქვს მარჯვენა ზედა და ქვედა კიდურების ძლიერი დამწვრობა. პირველადი დახმარება აღმოჩენილია, შეიძლება საოპერაციოც გახდეს. ისე ბეწვზეა გადარჩენილი. რა საშინელებაა გუშინ ცოლი შეურთავს და დღეს ასეთ დღესია. აბა, როგორც ვიცი, პატაფერაძეს ჭრილობა დაუმუშავეთ. კი, და ახლა დანიშნულებას ელოდება. ო, მართლაც რა ბედი გქონიათ. ამ ახალი წლის ღამეს ესეთი უბედურება. და ჩვენ მუშაობაზე ვწუწუნებთ. ხო. ეხლა ყველა შევატყობინებთ, რომ ნიკას ოპერაციამ ნორმალურად ჩაიარა და დანარჩენებსაც მივხედავთ. ხო. ახალ წელს გილოცა. უკვე 12 საათია. მეც გილოცა. ნიკა. როგორ ხარ? ნიკა. გამარჯობა, ნერვიულობთ. ნიკას ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, უბრალოდ ახლა სიმშვიდე ესაჭიროება და სამწუხაროდ პალატაში ვერ შეგეშვება. ვაიმე, ძალიან დიდი მადლობა ექიმობე. ეხლა თქვენს მოგხედავთ. ელენე, თქვენ თუ შეიძლება გამომყევით კარდიოლოგიის კაბინეტში, ლაშა თქვენს, პატა თქვენ ცოტა ხნით უნდა დაგველოდოთ, თერაპევტს გამოვიძახეთ. კი ბატონო, დაგველოდოთ. დაშვები, ლაშა. ხო, საყვარელო. ხო. ნიკა კარგად არის კი. ხო, კარგად ჩაიარა ოპერაციამ. ხო, მეც ახლა ჭრილობა დამიმუშავეს და თერაპევტს ველოდები, ხო. არ ვიცი, გონი მესამე სართულია. რა არის რო? აქ ხარ? სად ხარ? სად? მოდი, ვაი. როგორ ხარ? აქ ვარ და აღარ სათანწავალ. სახლი. ელენე, ტელევიზორი. ტუალეტი. დავიხარე. წყალი არ მოდის არა და სურამიდან ვითმე. გარას უყურებ. უნიტას უყურებ მომენანდა. ლაშაბიძე, ნახე სიმაღლეში მოვიმატეს. მოდი. რა? მოდი. მე რაღაც მოვიმატებ ნიკა. ვა, შენც მოვიმატეს სიგანეში. შენ ეხლა ელენე, რო გეუბნებოდი რაღაც გრჩება მეთქი, რაღაც გრჩება. აი, ეს ჩანთა დაგვრჩენია ამ ხელაჩი. ლაშენეტო, მაგ ჩანთის მაგივრად მე დავრჩენილიყავი. რა გვინდოდა პატრიკეთში? რა გინდათ, მე მომეწონა, მშვენიერი ბუნება იყო. სად იყო მშვენიერი ბუნება? სადა? გზაში მშვენიერი ჭადრის ხეები. დედიკო ვიდი გადია აივანზე, სუფთა ჰაერით ჩაისუნთ. მე მანამდე დედას დაურეკა, ვეტყვი რომ ჩამოვედით. ლაშაბიძე. ნახე როგორ იყო. და ჩაულებრივად დარეკე. დეი ნახე ლაშაბიძე ეტყო მიჩოვილია სოფელში რო ასე ეკავდა. პატა, ნუ წუწუნებ, გაზი. წუწუნებ ხარი, ახლა შემიძლია ზურგი ისე მეწვი მოვდი და ნუ ვიწუწუნებ. მე ვწუწუნებ ჯერ ესეთი რა ლაპარაკე, ვაიმე ხელი გამიშოვში მე ხო, პრინციპში მე ვწუწუნებ, აბა მე ვწუწუნებ. იცი რა წუწუნებ, იმიტომ წუწუნებ, რომ მთელი ზურგი მაქვს საშინლად დამწვა. რა გინდო დამზეო, რატო დამწვი, რა გინდო და ვერ გავიგე, ჰა? პატა, ეთყობა მზეს შენი სილამაზის შეშურდა და იმიტომ დამწვა. არ გინდა ეხლა, არ გინდა თეკლა რა ეს. პატა, ამდენი ქვა რატომ წამოიღე, გამაგებინე რაც გინდოდა. რა? ამდენი ქვა რატომ წამოიღე? რა გინდა, რა ლამაზია, მე მომწონს, ძალიან მომწონს. თეკლა ნახე ჩვენი ცუდი დასვენების სანაცვლოდ ბუნებამ საჩუქარი გაგვიკეთა, შეხედე.
პატა, ბუნებამ საჩუქარი კი არ გაგვიკეთა, რომ მივდიოდით და გითხარი ავის კარი არ დაგჭეს ღიამით კი დაგჭა და რომელიღაც ჩიტმა ბუდე გაიგე. ვაიმე, თეკლა რა მაგარია ნახე ყვერცხები თეკლა. აუ რა მაგარი ეს რა ვქნათ იცი ესენი შევინავთ. მერე გამოვჩეკოთ. მერე მოუვაროთ და მერე ბატკები გვეყოლებოდა და ტყილად გაგახსენდება. როგორია, ჰა? კარგი პატა, რა ტყილად გასახსენებათ ისიც ყვეყობა, მთელი ზაფხული ოზურგეთში რომ ვისვენებდით უაზრო. ჩავედი სახლში და ისიც შენ ლეიბზე ჩაგეძინა მე მზემ დაგწვა გადაკვეთე თურქეთის საზღვარი და 1000 ვარით დაგაჯარიმო. კარგი თეკლა რა მოგივიდა თხოვ თუ გიყორო რა დავიტოვოთ რა ძალიან თქო. შენ ხო იცი მე როგორ მიყვარხარ. შენი გულისთვის ზურგზე ერბოყოლს შევიწო, ოღონდ დედას ფიცავარ მართლა შევიწო. მართლა გეუბნები. კარგი თუ. კარგი ხო, კარგი დავიტოვო. შენ რა გენახულობა 15 წუთით მაინც იყავი. შუა ზღვაში როგორ ჩაგეძინა მართლა. როგორ ჩამეძინა და ეხლა რა მოხდა გითხრა რა ესო ლეიბზე ხო ვიყავი წამოყვი მე ვემჯდები ლეიბზე ხო ვიყავი წამოწოლილი და წარმოგიდგე რა ხდება არაფერი ზღვაში სიცარიელე უაზრობა სივრცე რაღაც თან ეს ლეიბს ხო არ წევს ეს ტალღები და მოვიცენთე ხო თან თავს ეგრწევა საერთოდ ხო და მოვიცენთე ხო ხდები მოვიცენთე და რა გავაკეთო უყურებ მედუზები რა მედუზები ესე წყალში და ესე უყურებ ამ მედუზებს ესე ამოვლენ იბერებიან ესე იბერები იფუქშებიან ხო ხდები და ესე უყურებ ამ მედუზები ესე იბერებიან აქ თბილისში კოღოები არ მკბენენ. მე პატრიკეთში არ მკბენენ კოღოები. ბავშვებია, კოღო სისხლს წოვს, ქონს კი არა. ხათაშორის მეც მიკბინა კოღო ტუჩზე. მაგითა გიხდება პუტკურა ტუჩებზე. აუ მართლა როგორ მომენატრა პატარა ოთახები. პატარა კიბეები. პატარა სპილო. Pumpula divani. ვა, ციგნები. ასეთ მომენატრებოდა არ მეგონა. გადი მომენატრებოდა. დედა ლაშაბიძეს უთხარი რომ რა დამცინის. კარგი რა ლაშა, რატო დაცინი? ვერ გავიგე. რეიზა დაცინი, ბოშ. მე თუ წელს კლასში ჩავჭირთოდი არ მეჩხუბოთ ისეთ ადგილას დამასვენეთ რომ აუ დამცინებენ ბაღნები კლასში აუ რევს ლაპარიკო კარგი მე წავედი ელენე წამოვწევი თვითონ დავისვენებ და 6 საათზე გამახვიდე რა იყო ელოდები ვინმე არა ტელევიზორში 6 საათზე მტრები უნდა გამოაცხადონ და უნდა კარგი იყო დედას გეფიცი. პატა. აი მე თეკლა რა გამიკეთე ეს რა არის? აი ბოდიში. არა უშავს ხო ხო და გითხრა მე რა მოხდა მე გამეხვისა. ხო და რო გამეღვიძა ეხლა ვიფიქრე რომ ის რა ქვია რა გავაკეთო მეთქი ხა და მომში წყალმა ხო მოშიება იცი საერთოდ ხო და რა ვქნა საჭმელი საიდან და დავინახე იქვე სადღაც სიმინდი ტივტივებდა მოხარშული სიმინდი ტივტივებდა და რა ვქნა ეხლა ცოტა ნაკვეთშები კი ქონა მაგრამ მაინც ავიღე ხო ხდები და ავიღე იქვე წყალში ამოვავლე წყალში ჭამე გადამიარა და ამასობაში თურმე თურქეთის საზღვარი გადაუკვეთე ხო და აი ესე ასე სუდად არ დამისვენი არასდროს მაგრამ ყველაზე ცუდი რა მოხდა ზურგი ხო დამეწო საშინლად ხო და რო ჩამეძინა თურმე პირი დამჩენია ღია ხო ხდები ეს აი ესე მეძინა რა ხო პირია ხო და ხახა დამეწვა თეკლა შენ ულამაზესი ხახა დამეწვა შენ ხდები ახლა რას გელაპარაკები საერთოდ ვაი პატა კიდე რამე მოგიტანო აისბერგი მომიტანე უნდა წამოვწე და ვიკოტრიალო არ მინდა არაფერი არ მინდა აი წამოვწები და სული შემიბერე აი კისერი მეწვის საშინლად რა აი მე მოდი ნელა ხელს უმკიდე ფარ მინდა არა მოიცადე აუ ესე როგორ წამოვწია მოიცადე ერთი წუთი აუ რა კაია წამოწოლა აუ როგორ და მიდი შემიბერე თქო მიდი შემიბერე სურათი აი კისერი ნელა ჰო მიდი კარგია ცის ხო თან მელაპარაკე მიდი პატა ორივეს ერთად ვერ ვიზამ რატო ეხლა ხო რატო ვერ ვიზამ ხო მელაპარაკებია რა კი ხო და თან სული შემიბერე მიდი ეხლა მიდი თქო ძალიან ცელი ვარ კი
ხო, ისე ზამთრამდე თუ ესე ვიქნები გადასახადი მოგივა ცოტა ხედავ ყველაფერს და თავის პლუსი ხო. ხო, მიდი, შენ იბერე, ვაი, რა კარგია. ვაი. ვაი, რა კარგია, მიდი. ვაი, კარგია, რა კარგია, წამოწოლა და სულ გიბერავე, თეკლა. მიდი, თეკლა. აბა რაირად იყო კარგი ვერ გავა. თეკლა. თავი გაუხმეს ფრიდონს რა. ხელა ქალს მომაჩვენებ ეს ამ თავის ჩანთა. აი რა დე, ნუ ან ძღავსო, ისედაც ნეკნი აქვს გატეხილი. ვაი, მე და როგორ მეწოდება საწყალი. მეტი უნდა მოსვლო და ნეკნიკი არ უნდა გაეტეხა ძროხას, ფეხით უნდა სახეში მოერწყა. კარგი რა დედა. კარგი კი ხო, კაი გაჩერდები, კარგი. ისინი ძროხასაც რა დაემართა, რატომ დაარტყა? რა დაემართა შვილო და რო დადგან შუაეზოში და სისულელების რეპეტიცია რომ დაიწყო, მოეშალა ნერვები ძროხას უყურა და მოარტყა მე. მე კიდევ ვაპირებდი ასიტუთით დამასწრო უბრალო. ხომ გითხარი მასენო ლაპარაკობ მეთქი არა მეწოდება. დედა საწოდების კერე ჩვენა ვარ. ადრე წამოგვიყანა სათიჭალიდან როგორ კარგად ვისვენები. თანამ წავიდით მანამდე დაერწყა იმ ძროხას და საერთოდ აღარ წავსულიყავით. რატო რა მოგეწონა სართიჭალის? ასე საშინლად არასოდეს დამისვენია. კარგი და გაიხსენე შულო მე შენ და ემზარმა რომ დავისვენეთ გდანულაში. კარგი რა დედა, იქ ჰაერი მაინც იყო. სამაგიეროდ აქ ყოღოები არ იყვნენ. ყოღოები იმიტომ არ იყვნენ რომ უფრო დიდი მწერები ჭამდნენ. ვაიმე, კარგი რა მოწოწუნებ დედიკო. იცი როგორ მოგიხდა სართიჭალა? ხო, შენ ყველაფერი გიხდება დედა გენაცვალო. ნერვიული მომღალწელს იცი საწანგი ხარ? სადა აგარაში. რასოძებ და ფრიდონის გასახი. ხელში რომ გიჭირავს მაგას ხო? ვაი, ეს გავუშტეთ. დედა, ავახოთ ეს და მოწეწო თაყნელი ჩავდე. ჩვენ ჩათაში არ ჩავდე რომ სუნია ვამეთქი და აჰა, უი, წვენი გასულია შვილო. არა კვეთხები გადახი. იყოს ჩანდავს მაგ. არაფერი არ უდეს და შევაგდებ ეს და შევაცურებ ეს. აი. თავი გაგიხმა ფრიდონშე. რა კარგია სახში რო არ არის. აბარა, წყალი რო არ მოდის წესიერად ვერც ვალაკებ. ლაშაბიძეს კიდე არ გაუღვიძია? არა, ლაშაბიძიამ თქვა დაღლილი ვარ, მარტამდე არ გამაღვიძოთ. რასუნია? ხონიკა მაწონი დაგჩენია გარეთ. და გაფუჭებულა. ჯანდა ბარა ეს წყალი რო არ მოდის რა. პატრიკეთი და მესიზმრა და ვიფიქრე წყალს მოუყვები ამ კოშკს. რასუნია? ვერაშოშ მაწონია გაფუჭებული და მაგის მე კიდე რა არ ვიფიქრე. ნიკა, აბა ეს გასინჯე, სუნი გემოსიგეთია როგორ იცუნი? მიდი გასინჯე. ნიკა, მიდი რა გადააგდა ეგ მაწონი. მე მიჩვეული ვარ ამ სულს. პატრიკეთის აძნებელში სულ ესეთი სუნი იდგა. ბავშვი თუ მიჩვეულია? იყო სახში. მე შორს გადავჯდები და ეგ არის რა. აუ, კარგით რა ხალხო, ვინმე გადააგდეთ ეს მაწონი. ნიკა, ეზოში ჩასვლას ხო აპირებ? არა, ეზოში რო ჩავიდე ბავშვები დამცინებენ და რა მაგარია, სწორად ქვიწიანდება. მე წევედი ეზოში. ვაიმე თეკლა, როგორ გარუჯულხა? შენ. როგორ ახარ თეკლა? კარგად, თქვენ? რა გიცი კარგად? რა? კარგი ელენე, რა შენ მაშინაც ორსულად გეგონა, მაშინაც ნამცხვარმა რომ მომწამლა. ხო, და სად იყავით, სად დაისვენეთ? ხო,
კარგად დავისვენეთ. ხო. და სად? თქვენ სად იყავით, როგორ დაისვენეთ? ჩვენ თურქეთში ძალიან მაგარი იყო. თურქეთი კარგია. ნიკა, შენ რო ამბობდით ეკლა ძალიან მომენატრა, მიდი და ჩაეხუტე. რაიმე ნიკა, როგორ დაისვენე? იცი რა არის? რაიმე ძალიან კარგად, ხო დედიკო, ძალიან კარგად დაისვენა. რაიმე ნიკა, რა არის? ოღონდ გიკვინა? ებმა. ვერ გავიგე? კოღოებმა. კოღოებმა უკბინეს? კი არ უკბინეს, დაგლიჯეს. ლაშა, შენ როგორ ხარ? პატა, მთელი ზაფხული შენ გახსენებ და მოვენატრე ალბათ. არა. ხო, ის მდინარეზე დიდი ბაყაყი იპოვა, ლაშას გავსვა და ლაშა დაარქვა. რაიმე, თეკლა იმდენი მაქვს შენთვის მოსაყველი, საღამო შემოიარე და ბევრი ვიჭორავთ, ხო? კაცი. ერთი წუთით. ხოდე? ბოდიში თეკლა. ხო, რატომ შემოვედი? პატა, სამწვარი აქვს ზურგი და მაწონი ხომ არ გაქვს? კი, მაწონი, რა პრობლემა? აი თეკლა მაწონი. რაიმე, დიდი მადლობა, ლაშა, გამიქცევი პატას უშველი. უშველი, ხო უშველი და რო წავუსვამ მაგ მაწონს, მე საღამოს შემოირბინეთ, მოვყვეთ ძალიან დამაინტერესა იმ ბაყაყის ისტორია. კარგი. დროებით. მადლობა. დროებით. წავიდა თეკლა? კი, დევით ანჯე. დე, საღამო შემოვალ და ვიჭორავთ, როგორ დავისვენეთ. ნუ ეხა მე ვერ მოვყვები როგორ დავისვენეთ. ნიკა კიდე ვერ მოყვობა. ხო და ისე ელენე სასწრაფოდ უნდა მოვიფიქროთ, სად დავისვენეთ კარგ ადგილას. რა მინდა ლაშა მოფიქრება? პატრიკეთში სულ მაგაზე ვფიქრობ. ესე იგი, მოდი ახლა თქვენ დაგათვალიერებინეთ ჩვენ სახლს. მოკლედ ეს არის ჩვენი სამზარეულო თან მისაღები ოთახი. მოდი ახლა ყველა ერთად წავიდეთ და დავათვალიეროთ ჩვენი საძინებელი. აბა წავიდეთ კვერცხებო, ყველა ერთად წავიდეთ. კარგით, მაშინ მოდი დედიკოს დაველოდოთ და მე ყველა ერთად წავიდეთ. დედიკოს დაველოდოთ კვერცხებო და ყველა ერთად წავიდეთ. მოდი, აი ეს არის ჩვენი საძინებელი ოთახი. ვედი, ხილად. ოპა, მოდით კვერცხებო, მოდით. ესენი ჩამოსულა. რა პატარა კვერცხებს იავნანას არ ვუნგრე. კარგი, თეკლა, რა მოგივიდე, ერთი იავნანა რა მოხდა? რამე ვიყოთ, მე რომ მოგწასოს ეს კვერცხები, ხო ხტე მე რომ ვიპოვოთ, ხო უმღერებ და გაახსენებენ ჩაგეხუტებია რა გჭირდება. ერთი იავნანა რა მოხდა, ვიგავი რა. ვაიმე, ჩამოსულა ჩემთხოვი დავრეკე ყოზარი და როგორ ზანდებით ქალბატონ მონუკა, როგორ ზანდებით? მოდი, თქვენ ახე დაგმალა თორე გადაგსანსალავთ ეს პოლიცია. როგორ შეცვლილ ხარ, როგორ გამხდარ ხარ, როგორ გაროჯულ ხარ. მოკლედ როგორ ჩახცვენია თვალებით არ მოწოს დედაშვილო ხომ კარგად ხარ? კი კარგად, თქვენ როგორ დაისვენეთ? აი მე არაჩვეულებრივად ნუ მკითხავ, ამაზე უკეთესად არ დაგეცვენოთ თქვენ. და სად დაისვენეთ? ნუ მკითხავ რა. მაინც სად დაისვენეთ? ხო გითხარი, ნუ მკითხავ მეთქი, გამოიწვია. პატა, ეხლა შენ მითხარი როგორ ხარ? რა ვიცი, მე ძალიან გამიხარდა ქალბატონ ნუნუკა, თქვენი ნახო უბრალოდ გურგი ისე მაგ დამწვერო სახე მაგ დაჭემულ და მიმიკით ვერ გეფერებით, თორე. მიმიკით. დამწვარი აქვს ზურგი, ნუ მდეი და არატკინო. ვაიმე, რატო უნდა ვატკინო? რაკ თქვენია, პატა, ამ ხელაკაზე კანძები. ძალიან ტკივა დედა. კარგი, არ არის ასესა ნერვიულ დაწმადი ქალბატონო, ასე ძალიან ნუინერვიულებ, დამშვიდით ყველაფერი კარგად, არ ასე ძალიან ნუინერვიულებ, ხო. მე მეშინია, რამე სერიოზული აქ ჭირდება, არ გიმალავდნენ. გასაგები არ ვიდა, არ იქა. ნუ დედა, დაბძანდით. კარგი, თეკლა დასაბძანებლად საცალისე თუ ჩამოჯდებით ცოტა.
ჩამოვჭრები ხო რა ვიცი და ეს შეიძლება გავიხო. ვაიმე, ნახე, შეამჩნევდი ალბათ ხელსარიელი არ მოსულა. ვაიმე, რატომ შეწუხდით? ესე მომენატრეთ, ეხლა სადაც ვისვენებდი, იქიდან ჩამოგიტანე ქვა. და ციცილს რო შეწვავ, ამას დაადის და კარგად შეიწება. ვაიმე, დიდი მადლობა ქავატონუკა, სხვათა შორის ჩვენს ჩამოგიტანე საჩუქარი. საჩუქრები. ხო, აი იქით ტომარაში. ხო, ტომარა გვაქვს კენჭები და საფეს რო გავაკეთეთ, მოაყარეთ ხოლმე ეს კენჭები. ძალიან დიდი მადლობა. ისე ძალიან გემოვნებით არის კარგია ხო? კი, რიყის კარგია ხო? ბატა, მოდი მომყედა. რამე ახალი მომყედა. მოდი ხო? ხელისქნებები ისე ქავატონუკა. მოგიყვე დაუცი. უიმე. რა? ქავატონუკა. ისი თქვენ მე კვერცხები მაქვს. ვაიმე. ეს მართლა ჩიტის კვერცხებია. ხო, ჩიტის კვერცხები მაქვს. ხო, არ რა იყო? არ ძილაკა, მოდი გაწევ. მე არ გიდა ის იქნება გიდა რა. ნახე რა საყვარელი კვერცხი. უი, ჩიტის კვერცხი. რა კარგია ჩიტები ყოლია და წავალ ახლა მეცი რა. ხო და მე შემოგივლით. კარგად. დიდი მადლობა ქვისთვის. ნახომის ქალბატონო. გითხარით ეკლა რო შემოგივართ აქ ჩაკეტე რა, კარი ჩაკეტე რა. ზურგი ხომ ეწოდა რა, იმდენი მიტყამ ბეჭებში რომ ეხლა კიდე ძოლები მეჭოს უკვე რა. აღარ შემიძლია, მიდი ეკლა რა, იქ წამოწევი და მოდი მაწონის ამისი თორე აღარ შემიძლია. გაიხადა პერანგი და წაგი. ხო, მოდი. არა, აქ რანაირად წამოწ. ვაი, ვიცი. გაიხადა საათი. წაიღე, რას მეყურო, წაიღე. ვიცი. ვაიმე რა კარგია წამოწოლა, ვაიმე როგორ და მიდი, ოღონდ არ შემეხო ისე წამისი, არ შემეხო. და ისე როგორ წაგისო? ხო, მიდი წამისი. რასუნია? ხო, ეთქმა ნაგავი მიაქვს, მიდი. მიაქვს თუ მოაქვს? არ ვიცი, ეკლა წამისი, მიდი ხო წამისი რა. და ფუ, მე მგონი მაწონია გაფუჭებული. კარგი, რა დროზე გარი წამისი ზურგი ძალიან შევისუნი აქვს. წამისი ეკლა მაწონი ძალიან. გაფუჭებული. არა უსავს ეკლა. ვაიმე აქეთ. ხარდ აქეთ, ცივი. ვაიმე რა კარგია, ვაიმე, კიდე მიდი მხარზე. ვაი, გაჩვდი. გიშვევა? გაჩვდი ერთი წუთი. აქამდე ხა ზურგი ხომ ეწოდა, ხა მეწვის ცხვირის ნესტოები და მაჩვენე ერთი. ფუ რა არის ეკლა ეს რასული ეს საიდან მოიტანე რა არის ყუდარი ძროხა მოწოლე თუ რა აიღე შეხედე აი მე რა მეგონა და თურმე რა ყოფილო ყოჩა ვაშა რას უყურებ ელენე ისე მომენატრა ტელევიზორის საშლელებზე გადაცემაც კი მაინტერესებს ვაშა დასვენებას ნუ მახსენებ აუ ხო გახსოვს თუ ვინმე მკითხა ვისვენებდით ესპანეთში კარგი რა ელენე სირცხვილია რა ეხლა ამხელა კაცმა როგორ მოვიტყუ რა ესპანეთი მე თუ მკითხავენ მეთქვი რომ ვისვენებდი პატრიკით ოდა ელენე როგორ მომენატრეს ლაშიკო ვიცო როგორ ახარ დაჯეკი მოგვიყევი ეზი და ახტება რა ამბებია როგორ დაისვენეთ როგორ დაისვენეთ ძალიან კარგად მე ბავშვები და ფრიდონი ვიყავით ოდესაში უკრაინაში არა ჩვეულებრივ დასვენება გამოგვივიდა თქვენ სად იყავით სად დაისვენეთ ჩვენ მაშინ ესპანეთში ეს შეტატუჩი რატო გაქვს ესე გასიებული? რა ქვია? რატომ და ესპანეთში ხო ვისვენებდით და იქ დავიბერე დროებით მოდაშია და კი მოდიან და პირდაპირ გიბერავენ ესე. კი ფაქტიურად მოფინავენ ისე ჩქარა მოდიან.
კი. ისე მომენატრეთ, ელენე, ისე მომენატრეთ, რომ საჩუქარი ჩამოგიტანეთ. ჩამოგიტანეთ არაჩვეულებრივი რიყის ქვა. ვაიმე, რატო წუხდებოდა? რა შეწუხება, ელენე, რა შეწუხება, რომ მქონდა თქვენთან გზაში შემხვდა თეკლო და გამომბიჭახელიდა და შეიტანა სახში. რომ მე გაშიდი და გამოვართვით ხო? აუცილებლად გამოვართვა, აბა რა, ერთი რიყის ქვა სახში ოჯახში უნდა იყოს. აბა ისე, აბა. კი, ხო, აუცილებელია. ოჯახში ყარა, რიყის ქვა თუ არ გდება. როგორ ხართ? როგორ ხარ გამარჯობა ელენე იცი არ გვინდა ეს ხელის ჩამორთმევა და რაღაცა შორიდან მივესალმოთ ესე ერთმანეთს და აბა როგორ რა სუნია? სუნია რამე? არა. რამე სუნია ეხლა? მე ვერ უძლებ ყოველ შემთხვევაში. შენ ვერ გძნობ? მე რა ვიცი რა სუნია ეხლა რა არის აი ყოველ შემთხვევაში წინ რომ მივდივარ ესე წინ ხო ხტები ვერ უზნობ წინ რომ მივდივარ და აი თუ ეხლა უკან თუ მომიწია თასო მე ვერ უზნობ და ამიტომ მივდივარ თუ წინ აი ეს სიმბოლურად წინ და წინ მივდივარ ხო ხტები აი ეს უკანია რომ ჯობდეს. ლაშა ის დაფჭებული მატონი არ გადააგდა ხო? გადავაგდე ელენე, მაგრამ ეხობა ისე მოუბრუნდა. კარგი სუნია ხო? პალატას ახალი სუნა მოდავასხი ატმის არომატი. ხო, ატმის თუ ლეშის. აი ხა თქვენ როგორ ხართ რა შევით აბა როგორ დაისვენეთ აბა ესე გადახდა ეხლა ესე ხო ინტერესო მაგრამ ხო რა როგორ დაისვენეთ კარგი იყო კარგად ჩვენ ესპანეთში დავისვენეთ ხო კარგი იყო თქვენ თურქეთში დაისვენეთ თურქეთში დავისვენეთ კარგი იყო თურქეთში კი რა თქმა უნდა კარგი ლაშა ისე მომეწონა ისეთი სტუმართ მოყარე ხალხია რომ აღარც კი მიშვებდნენ იქიდან ხო მართლა და ამინდები კარგი იყო. ნუ მე რაც ვიყავი ყოველ შემთხვევაში სულზე იყო, კი. კი. იმდენ ხათიც ეკეთობა მზეზე რომ გაფუჭდი. თურქეთში სიძვირეა? სიძვირე? კი, სიძვირეა. 2 საათში 1000 ლარი ისე დავხარჯეთ 10 რძეც ვერ მოვედი. ვაიმე, ესპანეთი ისეთი იაფია. აი მაგალითად აქ 1 კილო ლეხს ხო იყიდი 3 ლარად. იქ 1 ევროდ. აბა 1 ევრო ნეტი. ანია ძალიან მაგარი. ნიმუშები აქვს ადგილზე რო გასიზო. ან ესე ხანია. ესეთი ალბათ. ძალიან კარგი. ისა ბატონი ფრიდონს არის. ფრიდონს ისე გაუდგა, ისე კარგად ისვენებს რომ ვეღარ ჩამოვიდა და ჩაუდენსაში თანაც ის ნეკნი აწუხებს და მოიცა ნეკნი რატო აწუხებს? ნეკნი სკუტერიდან გადმოვარდა. ძალიან დიდი სკუტერი იყო, ესეთ დროხასავით დიდი. ბავშვი გენაცვალე ბავშვი როგორ ხარ ეს ბოდიში? ხო, აი მე ხა ვერ გაკოცებ ბოდიში, დამწვარი მაქვს ზურგი, მე ოქტომბერში გაკოცებ ხო ის. დეჟევატა. ვაიმე. რა თქვა? ელენე ესულე რამე შეშულს გააგდე აქედან. ნიკა ძიდიკო ადი ოთახში. გზავრობა მისე დაღალა. კი, ხო იცი ხა ამხელა გზა იქით. დევიღალე ოთახში არ მინდა. და ჩაკეტილი ოთნა პატრიკეთშიც მომბეჭდა. და აგი ესპანეთშიო, თქვენი მასხარა დასაგდები ვარ ამხელა ხალი, ამხელა საჩუქარი ჩამოგიდან ღირსები არა ხატრო უკან წავიღო, მაგრამ ჩემი გული რა ვთქვი როგორ კეთილი. რაო ელენე მეგეწონა ესპანეთი? ნიკარა, აგინდა. კარგი ბოქსი ხარ, შენ კარგი ბოქსი ხო? რა იყო, რა საჭირო იყო ეხლა ეს ტყუილი? დადმა რომ დადექი და რაღაცებს რო გვატყობი, თო ესპანეთში. სად დაისვენეთ, რომელ ქალაქში დაისვენეთ ეს? ხო, ესპანეთში ვიყავით, ესპანეთში. ხო, რომელ ქალაქში? სპათაშორის ეს იმერული და ესპანური ტილო გაავს ერთმანეთს. აი, ბასკები ხო იცი შენ? რა ბასკები, ლაშა, ჩვენ ოზურგეთში რო ვიყავით, ერთი იმერელი კაცი ზუსტად ოზურგეთშიო, ხო? და თეკლა შენს მოიტყვი, არაქცხენია, როგორი მაწყარები ყოფილხარ, ხალან ეხლავე დაურეკავ ფრიდონს და ბეთხვი, რა მაწყარა და მასხარებიც ყოფილხარ. მთელ საათი ჭალაში მოგჭრით თავს. მოიცა რა, ნაო საათი. არა, საათი ჭაბაუზე
სათეჭალა ძალიან ბევრი ჯობია ოზურგეთს და პატრიკეთს რითი ჯობია გამაგებინე თქვენთან ყოღოები ხო იყო არა არ იყვნენ ჩვენთან იყო ამას უყურე ყოღო განინტერესებს ყოღო იყო თუ იყო საადის მე რომ თურქეთის საზღვარი რომ გადავყვეთე შემთხვევით და რომ დამიჭირეს იქ საკანჩიო ჩამწეს იქ იყო ყოღო თუ იყო იჭირეს სუკერ დამიჭირეს მე გამომმა დეპორტეს როგორი მატყუარები და მასხარები ყოფილხარ მე კიდე ვიფიქრე მოვენატრებოდი ბავშვებს შევალ გავახარებ ჩემი მისვლით მეთქი გამოვარდნებ ეს 9 კილო კარტოფილს და გაუხარდებათ მეთქი მაგრამ თქვენ არაფრის ხით აი მე ჩამოვედი იტალიაში ვიყავი. იტალიაში? რატი? აი კაფერისტობა და რაღაცა. რო დამკარხა, რო გიყურე, რავი თვალები, ჰა? აგინე, ბოჭორასავით რო გიყურე, რა არის, მათაყვა თუ რა? ჰა? უკაცრავად. არა უნდა წავიდე მე შემიძლია მაწყვარებთან ყოფნა არა ბატონო და შემიძლია წამოდი ეკლა ჩვენ წავიდეთ რა არ მინდა ამ მართლა მაწყვე დადგა დაძმა და რაღაცებს გვატყუებს და იმაში ვინ არის მაწყვარა ჩვენ ახარ მაწყვარა ხარ დამწვარი სუნიანი დეპორტირებული და ნასამართლები შენი ვიზა შემატყუარაო წამოდი პატა წამოდი ის ანდა დარჩი ჯობია თორე ესეთი სუნი აქდის მე ოთახში ვერ გავჩერდი შავალ მე მაწონს ამოვიტან კარგ მაწონს წავედი თეკლა წავედი მე დევიძინე აქამდე დეგედინა ხოდა ისვენებდი ესპანეთში თეკლა აი მე თეკლა მაპატიესი ძალიან არ უნდა გამომელანძღეთ ირედა ცოტა მოიტყუეთ ბავშვებმა ვაიმე ჩვენ გვაპატიეს პირიქით ნუნდი და არ უნდა მოგვეტყუებინო აი ეს ხილი ოზურგეთშია დაკრეფილი თქვენც ჩამოდი დიდი მადლობა მე რო ქვაჩამოგიტანე ხო გახსოვს ესა შემთხვევით გისმენდით თქვენი საუბარი გავიგონე და მეც მინდა ბოდიში მოგიხადოთ ამ ტყუილისთვის რომ იმიტომ რომ ძალიან თუდად დავისვენეთ და აი ხო ხდებით ვაიმე ლაშა მოიკითხა ჩვენ საერთოდ არ დაგვისვენია ისე ძალიან მომენატრეთ ყველა ჩვენ ძალიან მიყვარხართ ხო და კარგი იმერული ღვინო მაქვს ჩამოტანილი შევიდე ჩემთან და დავლიოთ რა რა ღვინო თუ მომესმა თუ რა ხა რა ღვინო მოგესმა არაფერი ხა შევედი მე და დავწები დავიძინე არა სადაა ღვინო რა ღვინო რის ღვინო ხო წავედი მე წავედი რა სიზავ შენ არ შემოხვალ ჭელა ხო შენ ყველაფერი გიხდება დედა გენაცვალ ნერვიული მომხატავს იცი საწანგი ხარ სადა აგარაში რასოძებ და ფრიდონის გასახი ხელში რომ გიჭირავს მაგას ხო აი ეს გავუშტეთ დედა ავახოთ ეს და მოწესო თაყნელი ჩავდე ჩვენ ჩართაში არ ჩავდე რომ სუნიალვა მეთქი და აჰა უი წვენი გასულია შვილო არა კვერცხები გადახი იყოს ჩანდავს მაგრამ არაფერი არ უდეს და შევაგდებ ეს შევასურაფესე აი თავი გაგიხმა ფრიდონშე და კარგი სახში რო არ არის აბარა წყალი რო არ მოდის წესიერად ვერც ვალაგებ ლაშაბიძეს კიდე არ გაუღვიძია? არა, ლაშაბიძიამ თქვა დაღლილი ვარ, მარტამდე არ გამაღვიძოთ. ხურასუნია. ხონიკა მაწონი დაგჩენია გარეთ. და გაფუჭებულა. ჯანდა ბარა ეს წყალი რო არ მოდის რა პატრიკეთი და მე სიზმრა და ვიფიქრე წყალს მოუყვები ამ კოშკს
რა სუნია? მე რას ვიყურებ, მე რა შორშორ მაწონია გაფუჭებული და მაგის. მე კიდე რა არ ვიფიქრე. ნიკა. აბა ეს გასინჯე, სუნი გემოსიგეთია როგორიც სუნი? მიდი გასინჯე. ნიკა, მიდი რა გადააგდა ეგ მაწონი. მე მიჩვეული ვარ ამ სუნს. პატრიკეთის საძინებელში სულ ესეთი სუნი იდგა. ბავშვი თუ მიჩვეულია? იყო სახში. მე შორს გადავჯდები და ეგ არის რა. აუ, კარგით რა ხალხო, ვინმე გადააგდეთ ეს მაწონი. ნიკა, ეზოში ჩასვლას ხო აპირებ? არა, და ეზოში რო ჩავიდე ბავშვები დამცინებენ და რა მაგარია, სწორად ქვიწიანდება. მე წევედი ეზოში. ვაიმე თეკლა, როგორ გარუჯულხა? შენ. როგორ ახარ თეკლა? კარგად, თქვენ? რა გიცი, კარგად. რა? კარგი ელენე, რა შენ მაშინაც ორსულად გეგონა, ლაშას ნამცხვარმა რომ მომწამლა. ხო, და სად იყავით, სად დაისვენეთ? ხო, კარგად დავისვენეთ. ხო. და სად? თქვენ სად იყავით, როგორ დაისვენეთ? ჩვენ თურქეთში. ძალიან მაგარი იყო. თურქეთი კარგია. ნიკა, შენ რო ამბობდი თეკლა ძალიან მომენატრა, მიდი და ჩაეხუტე. ვაიმე, ნიკა, როგორ დაისვენე? იცი რა არის? ვაიმე, ძალიან კარგად, ხო დედიკო, ძალიან კარგად დაისვენა. ვაიმე, ნიკა, რა არის? ოღონდ გიკვინა? ებმა. ვერ გავიგე? კოღოებმა. კოღოებმა უკвинეს? კი არ უკвинეს, დაგლიჯეს. რა, შენ როგორ ხარ? პატა, მთელი ზაფხული შენ გახსენებ და. მოვენატრე ალბათ. არა. ხო, ის მდინარეზე დიდი ბაყაყი იპოვა, ლაშას გავსვა და ლაშა დაარქვა. ვაიმე, თეკლა იმდენი მაქვს შენთვის მოსაყველი, საღამოს შემოიარე და ბევრი ვიჭორაო, ხო? კარგი. ერთი წუთით. ხოდე? ბოდიში თეკლა. ხო, რატომ შემოვედი? პატა სამწვარი აქვს ზურგი და მაწონი ხომ არ გაქვს? კი, მაწონი, რა პრობლემა? აი თეკლა მაწონი. მე დიდი მადლობა, ლაშა გამიქცევი პატას უშველი. უშველი და რო წავუსვა მაგ მაწონს. მე საღამოს შემოირბინეთ, მოვყვეთ ძალიან დამაინტერესა იმ ბაყაყის ისტორია. კარგი. დროებით. მადლობა. დროებით. წავიდა თეკლა? კი, დევიტანჯე. საღამოს შემოვალ და ვიჭორავთ, როგორ დავისვენეთ. ნუ ეხა მე ვერ მოვყვები როგორ დავისვენეთ. ნიკა კიდე ვერ მოყვობა. ხო და ისე ელენე სასტრაფოდ უნდა მოვიფიქროთ, სად დავისვენეთ კარგ ადგილას. რა მინდა ლაშა მოფიქრება? პატრიკეთში სულ მაგაზე ვფიქრობ. ესე იგი, მოდი ახლა თქვენ დაგათვალიერებინეთ ჩვენს სახლს. მოკლედ ეს არის ჩვენი სამზარეულო თან მისაღები ოთახი. მოდი ახლა ყველა ერთად წავიდეთ და დავათვალიეროთ ჩვენი საძინებელი. აბა წავიდეთ კვერცხებო, ყველა ერთად წავიდეთ. კარგით, მაშინ მოდი დედიკოს დაველოდოთ და მე ყველა ერთად წავიდეთ. დედიკოს დაველოდოთ კვერცხებო და ყველა ერთად წავიდეთ. მოდი, ეს არის ჩვენი საძინებელი ოთახი. ვედი, ხილად. ოპა, მოდით კვერცხებო, მოდით. ესენი ჩამოსულა. კარგი რა პატარა კვერცხი
კუთხებს იავნანას არ ვუმღერებ. კარგი, თეკლა, რა მოგვიგე, ერთი იავნანა რა მოხდა? რამე ვიყო და მინდა რომ მოგტასოს ეს კვერცხები, ხო ხტები, მე რომ ვიპოვოთ, ხო უმღერებ და გაახსენებ და ჩაგეხუტებია რა გჭირს მე ხა. ერთი იავნანა რა მოხდა, ვიგავი რა. ვაიმე, ჩამოსუხარ ჩემს ხოვი დავრეკე ყოზარი და როგორ ზანდებით ქალბატონ ნუნუკა, როგორ ზანდებით? მოდი, თქვენ ახე დაგმალა თორე გადაგსანსალავთ ეს კორისი. როგორ შეცვლილ ხარ, როგორ გამხდარ ხარ, როგორ გაროჯულ ხარ. მოკლედ როგორ ჩახცვენია თვალები არ მოწოს დედაშვილო ხომ კარგად ხარ? კი კარგად, თქვენ როგორ დაიცვენეთ? აი მე არა ჩვეულებრივად ნუ მკითხავ, ამაზე უკეთესად არ დაგეცვენოთ თქვენ. და სად დაიცვენეთ? ნუ მკითხავ რა. მაინც სად დაიცვენეთ? ხო გითხარი, ნუ მკითხავ მე, პატა, ეხლა შენ მითხარი როგორ ხარ? რა ვიცი, მე ძალიან გამიხარდა ქალბატონ ნუნუკა, თქვენი ნახო უბრალოდ ზურგი ისე მაგ დამწვერო სახე მაგ დაჭემულ და მიმიკით ვერ გეფერებით თორე. მიმიკით აქ ზურგი ნუნდეი და არა ტკინო. ვაიმე, რატო უნდა ვატკინო? რა გწვენია, პატა, ამ ხელაკაზე კანძები. აი მე და ეს ძალიან ტკივა დედა. კარგი, არ არის ასესა ნერვიულ დაწმადი ქალბატონო, ასე ძალიან ნუინერვიულებ, დამშვიდით ყველაფერი კარგად, ასე ძალიან ნუინერვიულებ. ხო. მე მეშინია, რამე სერიოზული აქ ჭირდება. ქალბატონო, არ გიმალავდნენ. გასაგები არ მიდა არ იქა. ნუნდეი და დაბრძანდით. კარგი, თეკლა დასაბრძანებლად საცალისე თუ ჩამოვჯდებით ცოტა. ой, ჩამოვჯდები ხო რა ვიცი და დაბრძანდით, შეიძლება გავიხო. ვაიმე, ნახე, შეამჩნევდი ალბათ ხელსარიელი არ მოსულა. ვაიმე, რატომ შეწუხდით ნუნდეი? ესე მომენატრეთ, ეკლა სადაც ვისვენებდი, იქიდან ჩამოგიტანე ქვა. და ციცილს რო შეწვავ, ამას დაადი და კარგად შეიწება. ვაიმე, დიდი მადლობა ქალბატონო, სხვათა შორის ჩვენს ჩამოგიტანე საჩუქარი. საჩუქრები. ხო, აი იქით ტომარაში. მართლა იქ ხო, ტომარა გვაქვს კენჭები და სადეს რო გავაკეთეთ, მოაყარეთ ხოლმე ეს კენჭები. ძალიან დიდი მადლობა. ისე ძალიან გემოვნებით არის კარგია ხო? კი, რიხის კარგია ხო? პატა, მოდი მომყედა. რამე ახალი მომყედა. მოდი ხელის ქნებები ის მოდი. მოგიყვე დაუცი. უიმე. რა? ქალბატონო ნუნუკა. ისი თქვენ მე კვერცხები მაქვს. ვაიმე. იქ მართლა ჩიტის კვერცხებია. ხო, ჩიტის კვერცხები მაქვს. ხო, არ რა იყო? არ ძილაკა, მოდი გაწევ. მე არ გიდა იზიქნება გიდა რა. ნახე რა საყვარელი კვერცხი რა. უი, ჩიტის კვერცხი. რა კარგია ჩიტები ყოლია და წავალ ახლა მეცი რა. ხო და მე შემოგივლით. კარგად. დიდი მადლობა ქვისთვის. ნახვამდის ქალბატონო. გითხარით ეკლა რო შემოდიოთ აქ ჩაკეტე რა, კარი ჩაკეტე რა. ზურგი ხომ ეწოდა რა, იმდენი მიტყამ ბეჭებში რომ ეხლა კიდე ზოლები მეჭოს უკვე რა. აღარ შემიძლია, მიდი თეკლა რა, იქ წამოწები და მოდი მაწონის ამისი თორე აღარ შემიძლია. აი, გაიხადა პერანგი და წაგი. ხო, მოდი. არა, აქ რანაირად წამოწ. ვაი, ვიცი. გაიხადა რა. წაიღე, რას მიყურე, წაიღე. ვიცი. ვაიმე რა კარგია წამოწოლა, ვაიმე როგორ და მიდი თეკლა. ოღონდ არ შემეხო ისე წამის, არ შემეხო. პატა, ისე როგორ წაგისვა? ხო, მიდი წამის. რასუნია? ხო, ეთქმა ნაგავი მიაქვს, მიდი. მიაქვს თუ მოაქვს? არ ვიცი, თეკლა, წამის, მიდი, ხო, წამის რა. პატა. ფუ, მე მგონი მაწონია გაფუჭებული. თეკლა, კარგი, რა დოსეგარი, წამისი ზურგი პატა, ძალიან შევისუნი აქვს. წამისი თეკლა მაწონი, ძალიან გაფუჭებული. არა უშავს თეკლა. ოღი. ვაიმე, აქ. ხარდ, აქ, ცივი. ვაიმე რა კარგია, ვაიმე, კიდე მიდი მხარზე. გაჩვდი ერთი წუთი. გიშვევა? გაჩვდი ერთი წუთი. აქამდე ხა ზურგი ხომ ეწოდა, ხა მეწვის ცხვირის ნესტოები და მაჩვენე ერთი. რა არის თეკლა ეს რასუნია? საიდან მოიტანე რა არის? ყდარის როხა მოწოლე თუ რა არის? აიღე, შეხედე. აი, მე რა მეგონა და თურმე რა ყოფილო?
ყოჩა. ვაშა რას უყურებ? ელენე ისე მომენატრა ტელევიზორის საშლელებზე გადაცემაც კი მაინტერესებს. ვაშა დასვენებას ნუ მახსენებ. აუ ხო გახსოვს თუ ვინმე მკითხა ვისვენებდით ესპანეთში. კარგი რა ელენე, სირცხვილია რა, ეხლა ამ ხელა კაცმა როგორ მოვიტყუ რა. რა ესპანეთი მე თუ მკითხავენ მეთქვი რომ ახლა 15 წუთით მაინც იყავით. შუასხაში როგორ ჩაგეძინა მართლა? როგორ ჩამეძინა და ეხლა რა მოხდა გითხრა რა ესო ლეივზე ხო ვიყავი წამოყვი მე ვემჯდები ლეივზე ხო ვიყავი წამოწოლილი და წამოდი ხა რა ხდება არაფერი ზღვაში სიცარიელე უაზრობა სირსე რაღაც თან ეს ლეივს ხო არ წევს ეს ტალღები და მოვიცენთ ხო თან თავს ეგრწევა საერთოდ ხო და მოვიცენთ ხო ხდები მოვიცენთ და რა გავაკეთო უყურებ მედუზები რა მედუზები ესე წყალში და ესე უყურებ ამ მედუზებს ესე ამოვლენ იბერებიან ესე იბერები იფუჩები ხო ხდები და ესე უყურებ ამ მედუზები ესე იბერებიან აქ თბილისში კოღოები არ მკვენენ. მე პატრიკეთში არ მკვენენ კოღოები. ბავშვებია, კოღო სისხლს წოვს, ხონს კი არა. ხათაშორის მეც მიკვინა კოღომ ტუჩზე. მაგინა გიხდება პუტკუნა ტუჩები. აუ მართლა როგორ მომენატრა პატარა ოთახები. პატარა კიბეები. პატარა სპილო. Pumpula divani. ვა, ციგნები. ასე თუ მემენატრებოდა არ მეგონა. რა მემენატრებოდა? დედა ლაშაბიძეს უთხარი რომ რა დამცინის. კარგი რა ლაშა, რატო დაცინი? ვერ გავიგე. რეიზა დაცინი, ბო? მე თუ წელს კლასში ჩავჭირთოდი არ მეჩხუბოთ ისეთ ადგილას დამასვენეთ რომ აუ დამცინებენ ბაღნები კლასში აუ რევს ლაპარიკო კარგი მე წავედი ელენე სამონტები თვითონ დავეშენებ და 6 საათზე გამახვით რა იყო ელოდები ვინმე არა ტელევიზორში 6 საათზე მყრები უნდა გამოაცხადონ და უნდა კარგი იყო დედას გეფიცი. ატა. აი მე თეკლა რა გამიკეთე ეს რა არის? აი ბოდიში. არა უშავს ხო კარგი ხო და გითხრა მე რა მოხდა მე გამეღვიძა. ხო და რო გამეღვიძა ეხლა ვიფიქრე რომ ის რა ქვია რა გავაკეთო მეთქი ხა და მომში წყალმა ხო მოშიება იქ საერთოდ ხო და რა ვქნა საჭმელი საიდან და დავინახე იქ სადღაც სიმინდი ტივტივებდა მოხარშული სიმინდი ტივტივებდა და რა ვქნა ეხლა ცოტა ნაკვეთშები კი ქონა მაგრამ მაინც ავიღე ხო ხდები და ავიღე იქ წყალში ამოვავლე წყალში ჭამე გადამიარა და ამასობაში თურმე თურქეთის საზღვარი გადაუკვეთე ხო და აი ესე ასე სუდად არ დამისვენი არასდროს მაგრამ ყველაზე ცუდი რა მოხდა ზურგი ხო დამეწვა საშინლად ხო და რო ჩამეძინა თურმე პირი დამრჩენია ღია ხო ხდები ესე აი ესე მეძინა რა ხო პირია ხო და ხახა დამეწვა თეკლა ჩემი ულამაზესი ხახა დამეწვა ჩემი ხდები ეხლა რას გელაპარაკები საერთოდ ვაი პატა გინდა რამე მოგიტანო აისბერგი მომიტანე უნდა წამოვწე და ვიკოტრიალო არ მინდა არაფერი არ მინდა აი წამოვწები და სული შემიბერე აი კისერი მეწვის საშინლად რა აი მე მოდი წამოწე ნელა ხელს უმკიდებ არ მინდა არა მოიცადე აუ ესე როგორ წამოვწია მოიცადე ერთი წუთი აუ რა კაია წამოწოლა აუ როგორ და მიდი შემიბერეთ ეხლა მიდი შემიბერეთ სულები აი კისერი ნელა ჰო მიდი კარგია ცი ხო თან მელაპარაკე მიდი პატა ორივეს ერთად ვერ ვიზამ რატო ეხლა ხო რატო ვერ ვიზამ ხო მელაპარაკებია რა კი ხო და თან სული შემიბერე მიდი ეხლა მიდი ეხლა ძალიან ცელი ვარ კი ხო ესე ზამთრამდე თუ ესე ვიქნები გადასახადები მოგივა ცოტა ხედავ ყველაფერს და თავის პლუსი ხო მიდი შემიბერე ვაი რა კარგია ვაი ვაი რა კარგია მიდი როგორ მეწვის ვაი კარგია რა კარგია წამოწოლა და სულ გიბერავენ თეკლა მიდი თეკლა
აბა რაირად იყო კარგი ვერ გავიგე. Abi გაუხმეს ფრიდონს რა. აი, ამხელა ქალს მომაცხევინებს ამ თავის ჩანთავს. აი და დე, ნუ ამძღავსო, ნუ ისაც ნეკნი აქვს გატეხილი. ვაიმე და როგორ მეწოდება საწყალი? მეტი უნდა მოსლო და ტექნიკა უნდა გაიტეხა ძროხას, ფეხით უნდა სახეში მოერწყა. კარგი რა დედა. კარგი კი ხო, კაი გაჩერდები, კარგი. ისინი ძროხასაც რა დაემართა, რატომ დაარტყა? რა დაემართა შვილო და რო დადგან შუაეზოში და სისულელების რეპეტიცია რომ დაიწყო, მოეშალა ნერვები ძროხას უყურა და მოარტყა მე. მე სიგიდეს ვაპირებდი აქ თვითონ დამასწრო უბრალო. ხომ გითხარი მასენო ლაპარაკობ მეთქი არა მეწოდება. დედა საწოდების კერე ჩვენა ვარ. ადრე წამოგვიყანა სართიჭალიდან როგორ კარგად ვისვენები. თანამ წავიდით მანამდე დაერწყა იმ ძროხას და საერთოდ აღარ წავსულიყავით. რატო რა მოგეწონა სართიჭალის? ასე საშინლად არასოდეს დამისვენია. კარგი და გაიხსენე შულო მე შენ და ემსარმა რომ დავისვენეთ გდანულაში. კარგი რა დედა, იქ ჰაერი მაინც იყო. სამაგიეროდ აქ ყოღოები არ იყვნენ. ყოღოები იმიტომ არ იყვნენ რომ უფრო დიდი მწერები ჭამდნენ. ვაიმე, კარგი რა ნუწოწუნებ დედიკო. იცი როგორ მოგიხდა სართი. აუ რა ჯანდაბა, უკვე მესამე წელია ახალი წლის მამეს მე მიწევს მორიგეობა. ო, საშინელება, ვინცის ჩემები როგორ მელოდებოდნენ. მაგრამ რას ვიზავთ? თავარია ბავშვის ოპერაციამ ნორმალურად ჩაიარა. დანარჩენები სად არის? მიმღებში. ჩივილები? ელენე ტორონჯაძეს ნიკას დედას აღენიშნება გულის მცირეოდენი არითმია, ნერვიულობის ფონზე. მალე შევაწყობინოთ ჯობია რომ ბავშვის ოპერაციამ კარგად ჩაიარა და კარდიოლოგთან გავუშვათ. დანარჩენი? ლაშა ტორონჯაძეს აქვს მარჯვენა ზედა და ქვედა კიდურების ძლიერი დამწვრობა. პირველადი დახმარება აღმოჩენილია, შეიძლება საოპერაციოც გახდეს. ისე ბეწვზეა გადარჩენილი. რა საშინელებაა გუშინ ცოლი შეურთავს და დღეს ასეთ დღესია. აბა, როგორც ვიცი, პატაფერაძეს ჭრილობა დაუმუშავეთ. კი, და ახლა დანიშნულებას ელოდება. ო, მართლაც რა ბედი გქონიათ? ამ ახალი წლის ღამეს ესეთი უბედურება. და ჩვენ მუშაობაზე ვწუწუნებთ. ხო. ეხლა ყველა შევატყობინებთ, რომ ნიკას ოპერაციამ ნორმალურად ჩაიარა და დანარჩენებსაც მივხედავთ. ხო. ახალ წელს გილოცავ. უკვე 12 საათია. მეც გილოცავ. ნიკა. როგორ ხარ? ნიკა. გამარჯობა, ნუ ნერვიულობთ. ნიკას ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, უბრალოდ ახლა სიმშვიდე ესაჭიროება და სამწუხაროდ პალატაში ვერ შეგეშვება. ვაიმე, ძალიან დიდი მადლობა ექიმობეთ. ეხლა თქვენც მოგხედავთ. ელენე, თქვენ თუ შეიძლება გამომპრევით კარდიოლოგიის კაბინეტში, ლაშა თქვენს, პატა თქვენ ცოტა ხნით უნდა დაგველოდოთ, თერაპევტს გამოვიძახით. კი ბატონო, დაგველოდოთ. დაშვები ლაშა. ხო, საყვარელო. ხო. კი, ნიკა კარგად არის კი. ხო, კარგად ჩაიარა ოპერაციამ. ხო, მეც აი ახლა ჭრილობა დამიმუშავეს და თერაპევტს ველოდები, ხო. არ ვიცი, გონი მესამე სართულია. რა არის რო? აქ ხარ? სად ხარ? სად? მოდი, მოდი. ვაი. როგორ ხარ? აქ ვარ და აღარ სათანწავა. სახლი. ელენე, ტელევიზორი. ტუალეტი. უხტავი. აუ, წყალი არ მოდის არა და სურამიდან ვითმენ. გარას უყურებ. უნიტას უყურებ მომენატრე. ლაშაბიძე, ნახე სიმაღლეში მოვიმატეს. მოდი. რა? მოდი. მე რაღაც მოვიმატებ ნიკა. ვა, შენც მოვიმატეს სიგანეში. შენ ეხლა ელენე, რო გეუბნებოდი რაღაც გრჩება მეთქი, რაღაც გრჩება თუ. აი, ეს ჩანთა დაგვრჩენია ამ ხელა ჩანთა. ლაშენეტა მაგ ჩანთის მაგივრად მე დავრჩენილიყავი. რა გვინდოდა პატრიკეთში? რა გინდათ, მე მომეწონა, მშვენიერი ბუნება იყო. სად იყო მშვენიერი ბუნება? სადა?
გზაში მშვენიერი ჭადრის ხეები. მიდი გადი აივანზე, სუფთა ჰაერით ჩაისუნთქე, მე მანამდე დედას დაურეკა, ვეტყვი რომ ჩამოვედით. ლაშავიდია. ნახე როგორ იყო. და ჩაულებრივი ხარეკი. და ნახე ლაშავიდია ეთყო მიჩოვილია სოფელში რომ ასე ეკავდა. პატა, ნუ წუწუნებ, გადი. არგია, წუწუნებ ხარი, აღარ შემიძლია ზურგი ისე მეწვი მოვდი და ნუ ვიწუწუნებ. მე ვწუწუნებ ჯერ ესეთი რა ლაპარაკი, აი მე ხელი გამიშოვაში მე პრინციპში მე ვწუწუნებ, აბა მე იცი რა წუწუნებ, იმიტომ წუწუნებ, რომ მთელი ზურგი მაქვს საშინლად დამწვა. რა გინდო დამზეო, რატო დამწვი, რა გინდო და ვერ გავიგე, ჰა? პატა, ეთყობა მზეს შენი სიამაზის შეშურდა და იმიტომ დამწვა. არ გინდა ეხლა, არ გინდა თეკლა რა ეს. პატა, ამდენი ქვა რატომ წამოიღე, გამაგებინე რა გინდოდა? რა? ამდენი ქვა რატომ წამოიღე? რა გინდა, რა ლამაზია, მე მომწონს ძალიან მომწონს. თეკლა ნახე ჩვენი ცუდი დასვენების სანაცვლოდ ბუნებამ საჩუქარი გაგვიკეთა, შეხედე. პატა, ბუნებამ საჩუქარი კი არ გაგვიკეთა, რომ მივდიოდით და გითხარი ავინის კარი არ დაგჭეს ღიამით კი დაგჭა და რომელიღაც ჩიტმა ბუდე გაიგე. ვაიმე, თეკლა რა მაგარია ნახე ყვერცხები თეკლა. აუ რა მაგარი ეს რა ვქნათ იცი ესენი შევინაოთ. მერე გამოვჩეკოთ. მერე მოუვაროთ და მერე ბატყები გვეყოლებოდა და წილად გაგოსნდება. როგორია, ჰა? კარგი პატა, რა, წილად გასახსენებლად ისიც გვეყოფა, მთელი ზაფხული ოზურგეთში რომ ვისვენებდით უაზრო. ჩავედი სახლში და ისიც შენ ლეიბზე ჩაგეძინა, მე მზემ დაგწვა, გადაკვეთე თურქეთის საზღვარი და 1000 ვარით დაგაჯარიმო. კარგი, თეკლა, რა მოგივიდა? თხოვ, თუ გიყოლვარ, დავიტოვოთ რა ძალიან თქო. შენ ხო იცი მე როგორ მიყვარხარ. შენი გულისთვის ზურგზე ერბოყოლს შევიწო, ოღონდ დედას ფიცა ვარ, მართლა შევიწო. მართლა გეუბნები. კარგი, თქო. კარგი, ხო, კარგი, დავიტოვო. შენ რაკენა ვიშენებდი პატრიკით. როგორ მომენატრეს ლაშიკო. ვიცო, როგორ ახარ? დაჯეკი, მოგვიყევი ეზი და ახსება რა ამბებია როგორ დაისვენეთ. აბა თათარავ როგორ დაისვენეთ. ძალიან კარგად. მე ბავშვები და ფრიდონი ვიყავით ოდესაში. უკრაინაში? უკრაინაში არაჩვეულებრივი დასვენება გამოგვივიდა. თქვენ სად იყავით სადა ისვენეთ? ჩვენ მაშინ ესპანეთში. ეს შეტატუჩი რატო გაქვს ესე გასიებული? რა ქვია? რატომ და ესპანეთში ხო ვისვენებდით და იქ დავიბერე დროებით მოდაშია და კი, მოდიან და პირდაპირ გიბერავენ ესე. კი, ფაქტიურად მოფინავენ ისე ჩქარა მოდიან. კი. ისე მომენატრეთ, ელენე, ისე მომენატრეთ, რომ საჩუქარი ჩამოგიტანეთ. ჩამოგიტანეთ არაჩვეულებრივი რიყის ქვა. ვაიმე, რატო წუხდებოდა? რა შეწუხება, ელენ, რა შეწუხება, რომ მქონდა თქვენთან გზაში შემხვდა თეკლო და გამომბიჯახელიდა და შეიტანა სახში. რომ მე გაშედი და გამოვარდეთ ხო? აუცილებლად გამოვარდეთ, აბა რა, ერთი რიყის ქვა სახში ოჯახში უნდა იყოს. აბა ისე, აბა. კი, ხო, აუცილებლად. ოჯახში ყარა, რიყის ქვა თუ არ გები. როგორ ხართ? როგორ ხარ? გამარჯობა ელენე, იცი არ გვინდა ეს ხელის ჩამორთმევა და რაღაცა შორიდან მივესალმოთ ესე ერთმანეთს შევიდე. აბა როგორ ხარ? რა სუნია? რა სუნია? სუნია რამე? არა. რამე სუნია ეხლა? მე ვერ უძლებ ყოველ შემთხვევაში. შენ ვერ გძნობ? მე რა ვიცი რა სუნია ეხლა? რა არის აი ყოველ წინ რომ მივდივარ ესე წინ, ხო ხტები ვერ უზნობ, წინ რომ მივდივარ და აი თუ ეხლა უკან თუ მომიწია თასო მე ვერ უზნობ და ამიტომ მივდივარ თუ წინ აი ეს სიმბოლურად წინ და წინ მივდივარ, ხო ხტები აი ეს. უკანია რომ ჯობდეს. ვაშავ, ის გაფჭებული მატონი არ გადააგდა, ხო? გადავაგდე ელენე, მაგრამ ეთყობა ისე მოვბრუნდა. კარგი სუნია, ხო? პალატას ახალი სუნა მოდავასხი ატმის არომატი. ატმის თუ ლეშის.
ეხლა თქვენ როგორ ხართ რა შევით აბა როგორ დაისვენეთ ესე გადახდა ეხლა ესე ინტერესოა მაგრამ ხო რა როგორ დაისვენეთ კარგი იყო კარგად ჩვენ ესპანეთში დავისვენეთ ხო კარგი იყო თქვენ თურქეთში დაისვენეთ თურქეთში დავისვენეთ კარგი იყო თურქეთში კი რა თქმა უნდა კარგი ლაშა ისე მომეწონა ისეთი სტუმართმოყვარე ხალხია რომ აღარც კი მიშვებდნენ იქიდან ხო მართლა და ამინდები კარგი იყო ნუ მე რაც ვიყავი ყოველ შემთხვევაში სულზე იყო კი მინდა ხათიც ეკეთობა მზეზე რომ გაფუჭდი თურქეთში სიძვირეა? სიძვირე? კი, სიძვირეა. 2 საათში 1000 ლარი ისე დავხარჯეთ 10 რზე ვერ მოვედი. ვაიმე, ესპანეთი ისეთი იაფია. აი მაგალითად აქ 1 კილო ლეხს ხო იყიდი 3 ლარად. იქ 1 ევროდ. ძალიან მაგარი. მიმუშები აქვს ადგილზე 200-ზე. ან ესე ხანგარია. ესეთი ალბათ. ძალიან კარგი. ისა ბატონი ფრიდონს არის. ფრიდონს ისე გაუდგა, ისე კარგად ისვენებს რომ ვეღარ ჩამოვიდა და ჩაუდენსაში თანაც ის ნეკნი აწუხებს და მოიცა ნეკნი რა თუ აწუხებს? ნეკნი სკუტერიდან გადმოვარდა. ძალიან დიდი სკუტერი იყო, ასეთ დროხასავით დიდი. ვა, ბავშვი, გენაცვალე ბავშვი როგორ ხარ ეს ბოდიში? ხო, მე ხა ვერ გაკოცებ ბოდიში, დამწვარი მაქვს ზურგი, მე ოქტომბერში გაკოცებ ხო ის. დეიზებადა. ვაიმე, რა თქვა? ელენე ესულე რამე შეშულს გააგდე აქედან. ნიკა დიდიკო ადი ოთახში. გზავრობა მისე დაღალა. კი, ხო იცი ხამხელა გზა იქით. დევიღალე ოთახში არ მინდა. და ჩაკეტილი ოთნა პატრიკერშიც მომბედა. და აკი ესპანეთშიო, თქვენი მასხარად დასაგდები ვარ ამხელა ხალი, ამხელა საჩუქარი ჩამოგიდან ღირსები არა ხატრო უკან წავიღო, მაგრამ ჩემი გული რა ვთქვი როგორი კეთი. რაო ელენე მეგეწონა ესპანეთი? ნიკარა, აგინდა. ხოჭა ბოქი, კარგი ბოქი ხარ, შენ კარგი ბოქი ხო? რა იყო, რა საჭირო იყო ეხლა ეს ტყუილი? დადმარო დადექი და რაღაცებს რო გვატყობი თო ესპანეთში. სად დაისვენეთ, რომელ ქალაქში დაისვენეთ ეს? ხო, ესპანეთში ვიყავით, ესპანეთში. ხო, რომელ ქალაქში? სპათაშორის ეს იმერული და ესპანური ტილო გაავს ერთმანეთს. აი, ბასკები ხო იცი შენ? რა ბასკები, ლაშა, ჩვენ ოზურგეთში რო ვიყავით, ერთი იმერელი კაცი ზუსტად ოზურგეთშიო, ხო? და თეკლა შენს მოიტყვი არაქცხენია როგორი მაწყარები ყოფილხარ წყალან ეხლავე დაურეკავ ფრიდონს და ბეთხვი რა მაწყარა და მასხარებიც ყოფილხარ მთელ 10 ჭალაში მოგჭრით თავს